მოგესალმებით, როგორც είπαμε, საფეთქიო პროგრამაში დღეს წარმოგიდგენთ მადლენ პოჩინგელაიას მონასტერს, ყველას მისი წარდგენა certification absolut ხორცმოს და აღსაკვეთო. Good morning. Good morning. Welcome to today's masterclass. And our host today is famous Georgian director Eldar Shengelaya. Welcome and have a nice time with y'all. მე მადლობას ვეთქვი ყველამის მოიდომა მასტერკლასის ჩატარება. უნდა გითხრათ, რომ 60-იან წლებში, 70-იან წლებში მე ვასწავლე და მქონდა ერთი ჯგუფი. აქ არის ახალგაზრდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟურის თავმჯდომარე მქონდა და წევრი აი ეს სწავლობდა ჩემ ჯგუფში. და მაშინ ვატარებდი მასტერკლასებს. იმის მერე მე არ ჩამიტარებია. ამიტომ სპეციალურად ძალიან მონდომებით პატარა გეგმა შევადგინე. მე ამას ყველაფერს მოგახსენებთ. მე რა თქმა უნდა შეკითხვები იქნება, მე გაგცემ პასუხს. Thank you all for coming and for a wish to participate in this masterclass. I've been teaching in 60s. Since that I have no experience, and the head of the jury of the short film program, Dada Janalitza, was my student, and I have a plan for today's masterclass, and I'm gonna present it to you. ხელოვნებაზე მრავალი წიგნი არის დაწერილი, შრომა. მაგრამ სხვადასხვა პოზიციებიდან არის დაწერილი და ერთი შეხედულება ამ ხელოვნების არზე არ არსებობს. There are many works about art, but with different points of view. We have no one homogenic view about art. პირველ ყოფილი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა გამოქვაბულებში, მან დაგვიტოვა ხელოვნების პირველი წყარო, თუ შეიძლება ასე ითქვას. An archaic person who was living in caves left for us first work of art. ეს იყო პირველ ყოფილი ადამიანის ნახატები. These were paintings. რომელშიც არის ადამიანის ყოფის და ბუნებასთან ურთიერთობის ამსახველი ნახატები. რა თქმა უნდა, ეს გაგებით არ არის, რაც დღეს ქვია მხატვრობას. ეს არის ძალიან ისეთი ნაზი, ხაზები და გამოხატავენ. იქ არის ირმები, ჩემო ბატონო, ხეები და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი არის ის, რასთანაც ხდებოდა პირველ ყოფილ ადამიანს ურთიერთობა. Mainly they depict the relationship of human beings with the nature. And the character of the landscape is, they present trees, animals, etc., etc. It's a description of the nature they've been living in. რა თქმა უნდა, ეს გასულიერებული არ ქონდა იმ ადამიანებს, მაგრამ როცა დააკვირდები ამ მხატვრობას, იქ რაღაცა კინოს ვარიანტიც არის, იმიტომ რომ რაღაცა ფაზები არის, როგორ მოძრაობს ადამიანი ან ირემი. და ერთგვარად ეს მაუწყებელი არის, რომ როდესღაც გაჩნდებოდა კინო. Maybe it was subconscious, but they somehow remind us the movie because there are slow movements and the transition of the movement, which is close to the movie. კინო ძმები ლუმერების ჟორჟ მელესის დროს იყო ატრაქციონი, მხოლოდ ატრაქციონი. ეს არ იყო ხელოვნება. Movies in times of Brother Lumiere's were just an attraction. It was not an art. ძმებმა ლუმერებმა გადაიღეს ესეთი პატარა ფილმი მატარებლის ჩამოსვლა. The first movie they shot was named The Arrival of the Train. ჟორჟ მელესის გააკეთა ძალიან საინტერესო სურათი მოგზაურობა მთვარეზე.
And one of the first movies were a movie by Georges Méliès, Journey to the Moon. მაგრამ ეს იყო ატრაქციონი, იმიტომ რომ ადამიანი რო ჯდებოდა და მატარებელი რომ მოდიოდა, ადამიანი მაყურებელს გულისხმობ ფილმისას ის კიოდა, იმიტომ რომ მას ეშინოდა და ეს მატარებელი მას დაედაკებოდა. But it was just an attraction, it was to entertain people because people who were watching the train coming, they were scared. It was the main point and main purpose of the movie, to entertain. ამგვარად ეს იყო მხოლოდ ატრაქციონი. Therefore, it was just an attraction. და შემდეგ შეიქმნა კინოენა. And later, the movie language, the audio-visual language was created. ამერიკელმა კინორეჟისორმა, დიდმა რეჟისორმა, გრიფითმა აღმოაჩინა კინოენის მთავარი ელემენტები. An American director, famous American director, George W. Griffith, discovered the main elements of audio-visual language. როგორც არის მსხვილი პლანი, The big screen, საშუალო პლანი, medium shot, საერთო პლანი, general shot, დეტალები. details. ეს ის ელემენტები, რომელიც დღესაც კინო ყოველთვის იხილავს. These elements are currently used as well in modern cinema. მუნჯი კინოს პერიოდში In times of silent movies, კინოს მოღვაწეება შექმნეს მონტაჟის საფუძვლები. the editing was created. The origin of editing was created. და ჩვენ დღესაც ამას ვიყენებთ. ყველაფერს. And we're using it still today, the editing element of the silent movies. ახალ აღთქმაში არის მაცხვარის ესეთი სიტყვები. In the Bible there are words of our God. ითხოვე და მოგეცემათ. Ask and you'll be given. ეძებეთ და იპოვეთ. Search and you will find it. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. Knock and the door will open. ვინაიდან ყოველი ვინც ითხოვს და ის ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც აკაკუნებს გაეღება. Because whoever asks, he's given. Whoever knocks, the door is open. აუცილებელია რომ რეჟისორმა შექმნას თანამოაზრეთა ჯგუფი. It's necessary for a director to create the team. მე ყოველთვის ვცდილობდი რომ ისეთი ადამიანები ყოფილიყო ჩემთან ჯგუფში, მე საუბრობ ხატრული გაგებით. იქ არის რა მომსახურე პერსონალი, ამაზე მე არ ვაპარაკობ. რომლებიც იქნებოდნენ ჩემი აზროვნების და ინტერესის ერთგვარად მონაწილეები. I was always trying to collect people around me during the shooting process who would somehow meet my necessities and be coherent with my thoughts. თუ შეიძლება ასე ითქვას, რეჟისორმა უნდა ჯგუფის ყველა მონაწილისგან ამოწუროს ინფორმაცია. The director should know everything about his team, or she, her. ამაში მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ლიტერატურულ სცენას. And he should be really aware of the scenario, the script of the movie. ლიტერატურული სცენარი არის საფუძველი მომავალი კინონაწარმოების. Because the script is a starting point of shooting process. ამიტომ იყო რომ მე პირადად სხვების ჩემი ასე თქვათ ტოლი რეჟისორები და ცოტა უფროსები ძალიან დიდ დროს ანდამებდნენ კინოსცენარის შექმნას ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები წლებოდა. That's why creating the scenario, creating the script is a really crucial moment of the shooting process and takes the main time of the preparation. კიდევ დახვეწა აი ამ ლიტერატურული სცენარის ხდება, როდესაც სარეჟისორო სცენარი კეთდება. The work is continued when the script is finished as well. ხატვართან და ოპერატორთან მუშაობის პერიოდში. During the work with the cameraman and the painter.
მე ყოველთვის შემთხვევაში ამას ვამბობ, მარტო მე არ ამეთ კინო, ქართული კინოს ყველა საინტერესო მოღვაწე აუცილებლად აკეთებდა მომავალი ფილმის კადრირებას. They were making a story. Normally, it's really allowed to make a storyboard before starting shooting process. ასევე ესკიზებს, როგორც ნატურის ვაკეთებდით ფოტოებით. And we were doing the screenshots of the future movie, of the photos of which were mainly the shots of the landscape we're shooting in. ხოლო ისეთი ეპიზოდების ან კადრების, რომელიც პავილიონში უნდა გადაღებულიყო, ესკიზ ვაკეთებით და მე უკვე მიახლოებით, რა თქმა უნდა, ვაშენებდით პავილიონს. And we were making a storyboard. დეკორაციას And we were making a storyboard of the decor of the studio we were about to shoot. აი, როდესაც რეჟისორი მთლიანად ამოწურავს ამ ინფორმაციას, After eliminating all this work, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ხდება დირიჟორი, then he becomes or she becomes a conductor of the process. რომელიც ამ ინფორმაციის, მხატვრული ინფორმაციის საშუალებით Who, through this information, გადაღების დროს აყენებს კადრს ოპერატორთან ერთად, რა თქმა უნდა. together with the cameraman, creates the scene. და მე ყოველთვის თხოვდი, რომ ხატვარეს უნდა ყოფილიყო. And I was always asking for a painter, of the set decorator. მუშაობის პერიოდში მე ვამჩნევდი, რომ სცენარის თლად ვერ მივახციეთ სრულყოფილებას, რომელიც გვინდოდა. I was always noticing that the script was not somehow reached, was not perfect. ამიტომაც მე ვთხოვდი სცენარისტს, რომ მას მიიღო მონაწილეობა იმ ეპიზოდებში, რომელიც ასეთი საეჭვო ეპიზოდებია. That's why in the doubtful moments I was asking the scriptwriter to participate in the shooting process. არაჩვეულებრივი გამოფენის სცენარისტი იყო რეზო გაბრიაძე. In the extraordinary exposition, the screenwriter was Reza Gabriadze. არაჩვეულებრივი რეჟისორი გია დანელია ნახე ჩვენთან სტუდიაში, ის ხომ მოსვლისში მუშაობდა. And I found the brilliant director Gia Danelia in our studio. გიამ მითხრა, რომ მე ვიწყებ ახალი ფილმის გადაღებას. არის დაგუწყება. Gia told me that he was about to shoot a new movie, which is called Don't Worry, maybe in English. მე ვუჩიე, რომ ის სცენარისტი, რომელიც მას უნდოდა, მე ვთხარი ისე, მე მგონი, რომ შენ არ გამოგადგება მეთქი და ახლა ახალგაზრდა სცენარისტი არის, მე ვიწყებ მისი კინოს გადაღებას, ამ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებას, შეხვდი მეთქი, ხო, ეხლა წასული არის და მეორე დღეს მართლაც შეხვდა. And I told him, the screenwriter you're working with is not good, and I am starting to work with a young screenwriter, and I recommended this screenwriter to him. მე კარგად მესმოდა, რომ გიასთან უფრო გია დანელიასთან უფრო მნიშვნელოვანი რეზო გაბრიაძე ყოფილიყო მეზღვერზე. I fully was realizing that it was really important for Gia Danelia to work with Reza Gabriadze. და მე შევთავაზეთ ასე, რომ გიასთან რომ თუ რეზო დამჭირდებოდა, მაშინ მე იმას გამოვიძახებდი. თუ არა, მე თვითონ ვიღებდი ფილმს. And I agreed that if I was needing Reza, I would call him and they would provide me. ჩვენ გარკვეულ ეპიზოდებს ვიღებდი ბათუმში. Some scenes were shot in Batumi. და სწორედ ამ პერიოდში მე ვთხოვე რეზო გაბრიაძეს, რომ ჩამოსულიყო ბათუმში. And exactly in this period, I asked Reza Gabriadze to come here. და ჩვენ საბოლოო სახის ვიღებდით სცენარის. And we were working on the script in this process. და ასე თქვათ, ვაგრძელებდით სამუშაოს, გადაღებებს. And we were continuing the shooting process. ეხლა მე რამდენიმე გამონათქვამს გეტყვით, რომელიც შრომას ეძღვნება. I want to tell you some proverbs dedicated to work. თუ თქვენი იმუშავებთ აწმოსთვის, თქვენი ნამუშევარი არაროობა გამოვა. უნდა იმუშაოთ მხოლოდ მომავალისთვის. If you work just for the present, it will be nonsense. You should work for the future as well. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციტატა გამოთქვა ჩეხოვმა, რუსმა დიდმა მწერალმა დრამატურგმა.
This proverb is by Chekhov, the famous playwright. იშრომეთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. Work for pleasure. მე ვფიქრობ, რომ სახელოვანი მუშაობს თავის ნაწარმოებებზე, გინდათ კინოში, გინდათ თეატრში, გინდათ მხატვრობაში, გინდათ მუსიკაში, ის აუცილებლად უნდა გნოდეს, რომ მას სიამოვნებს ეს პროცესი. თუ ის არ სიამოვნებს, მაშინ ეს არის უკვე აღარ გამოვა ნამდვილი ნაწარმოები, ის იქნება რაღაცა პეპელასავით. დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. Any creative work in cinematography or in painting or in literature should bring you pleasure. If not, it will be like a butterfly. Today it is, and tomorrow it's not. It disappeared. ქართული ანდაზა ამბობს, რომ შრომა ბედნიერება. Georgian proverb says that work is happiness. ჩვენი სასიამოვნო შრომა ტკივილის კურნალია, შექსპირი. For us, work is a remedy for pain, said Shakespeare. ჩვენი დიდი მწერალი და პოეტი ილია ჭავჭავაძე ასეთ ას გამოთქვა. ვინც ორი მარცვალი მოიწია, იქ სადაც მანამდე ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობას. Our famous poet and the writer Ilya Chauchavadze said that everybody who works for mankind. მერაბ მამადაშვილი, დიდი ქართველი ფილოსოფოსი, გამოთქვას ასეთ აზრს. Merab Mamardashvili, the famous philosopher, gives this kind of notion. რა არის მუდმივი? What is eternal? მუდმივი არის შრომაში ყოფიერება, ამიტომ გვეუბნებიან რელიგიურ ტექსტებში, რომ ჩვენი შექმნილი კი არ უნდა გვიყვარდეს, არამედ ქმნადი, არა ღვთიური, არამედ ღმერთი. Basically, the proverb said that the eternal is only the process of work. That's why religious texts emphasize the importance of work. გალაქტიო ტაბიძე თავის ლექსში ამბობს, იყო მრავალი განადგურება, ლექსის ტკივილი კი არასოდეს. And another citing from our famous poet Galatian Tabidze, dedicated to the importance of work. ლეონარდო დავიში, სადაც სული არ ატარებს ხატრის ხელს, იქ ხელოვნება არ არსებობს. And Leonardo da Vinci said that if the soul is not accompanied by the hand of the painter, there is no art. და ბოლოს ერნესტ ჰემინგუეის გამონათქვა, რომელსაც მე ვთვლი, რომ ეს არის აბსოლუტურად ამოუწურავი გამონათქვა, რომელიც ნამდვილ ხელოვნებას არის ნათქვა. And I want to finish the proverb with the proverb by Ernest Hemingway, which in my opinion is really eliminating the notion of and importance of work. Hemingway ასე ამბობს. Hemingway says, აისბერგის მცირე ნაწილი ოკეანის ზედაპირზე ჩანს. only a small part of the iceberg is seen above the ocean. იგი ბრწყინავს და თვალს სჭრის. It shines. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წყალშია, აისბერგის ყველაზე დიდი ნაწილია. And another part, which is covered by the sea or the ocean, is the biggest part of the iceberg. ეს მეტაფორა შეესაბამება საერთოდ ხელოვნებას. This metaphor is equal to the essence of art. მისი აღქმის დროს მაყურებელს ამ მსმენელზე მოქმედებს აისბერგის ზედა ნაწილი. Normally, the audience is affected by the upper part of the iceberg. მაგრამ დროთა განმავლობაში მაყურებელი ან მსმენელი ეზიარება ამ დიდი ნაწარმოების რომელიც წყალქვეშაა. And little by little, the audience realizes the importance of the second part of the iceberg, which is covered by the water. თუ ხელოვნების ნაწარმოებები არ ის თვალისწინებს ზემოთხსენებულს, if the art is not coherent with the above said notion, აი მე თქვი პეპელა და ეს ჰემინგუეის ამბობს, რომ ის როგორც პეპელა ნახვის ან მოსმენის შემდეგ ჩვენ ვავიწყდება შეიძლება and it's similar to a butterfly, as I said before. It's today is and tomorrow it's not. და ვერ ვწდებით ამ ნაწარმოების ასსა და ესთეტიკას.
And we're not able to completely acknowledge the idea and aesthetics of this work. მე პირადად მარტო მე ყველა ქართული რეჟისორები თენგის აბოლაძე, ოთარ იოსელიანი, მიხეილ ყუბახიძე, ლერა კოკოჩაშვილი ყოველთვის ამ ციტატით ხელმძღვანელობდნენ. And many Georgian directors, as well as me, Otar Yoseliani, Mikhail Gobakhidze, Mera Kokochashvili, we are agreeing and sharing this notion of importance of the work. And Ernest Hemingway's proverb is was always very important for us. We were always trying to emphasize the importance of the upper part of the iceberg and to make it attractive for the audience. But if the audience was starting to think about the work of art, then another part of the iceberg was seen as well. And if not, then we lost the game. I want to remind you. Mikhail Gobakhidze's მუსიკოსები, საერთოდ ეს მისი სამეული ფილმების ქორწილი და მუსიკოსები და სხვა. I want to remind you about the movie by Mikhail Gobakhidze, musicians and general about his trilogy. არის არაჩვეული ფილმები. These are wonderful films. რომელსაც გაუძლებს დროს. Which resisted the time. ეხლა როდესაც მე უყურებ ხოლმე ამ სურათებს. And when I see this picture, I'm still laughing because it's always actual, it's always modern. And as well as the work by Tengiz Abuladze, all of his films are very close to me, but my personal favorite is Tree of Desire. Otar Yoseliani's film იყო შაშში გამოდებული, არის აბსოლუტურად გენიალური ფილმი. And Otar Yoseliani's film, There Was a Bird Singing, is absolutely brilliant piece of work. და ასევე მინდა ლერა კოკოჩაშვილი დიდი მწვანელის შესახებ თქვა, ის თავიდანვე ცენზურამ შეარჩერა, მე დროთა განმავლობაში მე მაღადგინა ეს ფილმი როგორც იყო და დღეს როცა უყურებ ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი. And I want to mention the work by Mera Kokochashvili, Big Green Valley, which was censored by the time it was released, but now Mera just made it, reconstructed the work, and we can see it as it was shot before. Now I am listening to your questions. I'm ready to answer them. I don't know when ფილმებზე საუბარი ცოტა ის იქნება, მაგრამ ეხლა რასაპირებ თუ ვიღებთ რამეს ეხლა თუ აპირებთ. მე ძალიან დიდი ხანია გადავიღე სურათი, ბოლო ჩემი სურათი ექსპრეს ინფორმაცია რეზოჩეიშვილის სცენარის მიხედვით იყო გადაღებული 93 წელს. 94 იყო კიდე რაღაც გასწორებები, იმის მერე მე ფილმი არ გადავიღე. ეხლა ფიქრობ რომ უნდა გადავიღო ფილმი. მე წამოვედი გარკვეული მიზეზის გამო პოლიტიკიდან, ეს პოლიტიკა აღარ მაინტერესებს და როდესაც ვიყავი პოლიტიკიდან, ეს ერთგვარი მოთხოვნა იყო ხალხის, იმიტომ რომ 9 აპრილთან დაკავშირებით მე რაღაც ნაბიჯები გადავდგი, რომელიც ქართველ ხალხს მოეწონა და მოითხოვდა რომ მე ყოფილიყარ პოლიტიკაში. თუმცა მე რომ არ დასულიყო გადავიღე, იმიტომ რომ სინათლე არ იყო და თუ სინათლე არა რა კინოს გადაიღე, სწორედ. ეხლა ვაპირებ კინოს გადაღებას. რეზო ჭეიშვილი
რომელიც ჩემთან თანამშრომლობს უკვე წლების მანძილზე, რაღაც შეთავაზება მითხრა და მუშაობს ამაზე. გარდა ამისა, მე მინდა გადავიღო მუნჯი კინო. აი როგორც საწყისი კინოს. ეხლა მინდა კიდე გავიხსენო და დათო ტურაშვილი წერალი ასეთი, რომელიც აი ამ მუნჯი კინოს ერთგვარად სინოფსის და მე სცენარს დაწერს. The question was asked about his future works, and he answered that since 1993 he hasn't done any movies. The last movie he's done is Express Information. The screenwriter of this movie was Reza Jayashvili. Then he continued to work in politics because Georgian people wanted so, and now he left the politics and he wants to shoot a new movie and cooperating with the same screenwriter Reza Jayashvili. And apart from this, he wants to make a silent movie whose screenwriter will be famous Georgian writer Dato Turashvili. აი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირადად გისვამ ამ კითხვას ფილმიდან. აი თუ შეიძლება ესე ითქვას ცოტა შეკუმშულ ფრაზაში, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი მისაღები გმირი ფილმიდან, თუ შეიძლება ითქვას არის ვალოდია ჯინჯარაძე. და აი რატო არის ვალოდია ჯინჯარაძე? ვალოდია ჯინჯარაძე? დიახ, ვალოდია ჯინჯარაძე, რომელიც რადიატორთან იჯდა სულ. და ზოგჯერ ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც სუფრას თანავართ რაღაცა ამ საბრძოლოსაც ვამბობ ყველგან და მე აგიხსენეთ რატო ეხლა ჩემი ხედვიდან ალბათ თქვენ გაინტერესებს რატო მიხვდათ და მე მაინტერესებს თუ არის აი აქეთკენ ჩემი ნაზრები თქვენთან ამ ყველაფერში მე იმიტომ მიყვარს ეგ გმირი რომ ეს არის ალბათ იმ საზოგადოების ბავშვობა რომელიც დაავიწყდა რომელიც ეს სიკეთე ეს სიტყვა რომელიც იმიდან რადიატორიდან გამოდის არის ვალოდია ჯინჯარაძეში თავმოყრილი და შემდეგ ამ საქართველოს ამ თუნდაც დღესაც ძალიან აქტუალურია დღესაც რო გვავიწყდება ეგ რო ეს სიყვარული ყველაფერი გვავიწყდება და თანამედროვე ცხოვრებისეული ელემენტებით რო ვარ დაკავებული და ათქვეფილი ესე ვთქვათ ჭეშმარიტება რჩება გვერდით და შემდეგ ეგ ვალოდია ჯინჯარაძე ყველა ამას ამ საზოგადოების წევრებს რომლებსაც არ ახსოვს ვინ არის გვარად სადიჯდა რომელ მერხზე კრებს ბაგრატის ტაძრის გუმბათქვეშ ჩამონგრეული დანგრეული საქართველოს ჭერქვეშ ესე ვთქვათ და აერთიანებს მაგრამ როდესაც ქეიფი მთავრდება ამ ვალოდია ჯინჯარაძეს არავინ არ ჩაისვამს მანქანაში და რჩება ისევ მარტო აი ვარ მიახლოს ამ თქვენს ნაზრებთან თუ არა აი მაინტერესებს რა თქმა უნდა ну ისიც რა ვის თესავს იკეთეს იმან უნდა იცოდეს რომ მადლობას არ ანარებს აი ვალოდია ჯინჯარაძე არის ეს პიროვნება ну ის რა ის სახე რომელიც აი მას ატარებს იმიტომ რომ თქვენ როგორ ძალეთ იმან შეკრიბა ყველა მეგობრები რომლებიც ერთგვარად დავიწყებული ქონდა ერთმანეთი და გაახსენა ბავშვობა გაახსენა სკოლის პერიოდი რა თქმა უნდა და აი ამის მაგივრად რომ მისთვის მადლობა ეთქვა ისინი ტოვებენ მას კიდე ერთი შეიძლება მეორე ფილმიდან არის ესეთი ფანტასტიკური მომენტი აი ამ ყველშიც ვეყავით ბატონო და აი ამ ყველშიც თუ ეს ადაგება ეს ხვრელები დღევანდელ ქართულ ყოფას თავის დროზე ჩვენს ყოფას უამრავ ყველში ვიყავით ჩვენ ქართველები და გამოსავალი არა შერეკილებდა მე გეთახმები თქვენ ეს მუდმივი პრობლემა არის ქართველების და საქართველოს იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ ვიჩერთ არასწორების აქვს შეიძლება ասենք და მე ვხდებით რაღაც სიტუაციაში რომელიც ჩვენ არ გვაძლევს ჩვენი ბედნიერების და ყოფის მომენტის დადგმას. I'm going to make a quick resume of the question. First of all, he was very honored to be able to ask him personally. And there is a movie by Elder Shengalaya which is called Extraordinary Exposition, and there is one of the character who's been forgotten by his childhood friends. And the question was asked that he somehow associates this character with the generation of the Georgians who were forgotten, who were initiating the parties for their friends, but
Finally, they were forgotten, and he was asking if he was right. And Mr. Shengalaya answered that he's absolutely correct, and that somebody who is making good things should be aware that nobody's gonna thank them for that. ძალიან დიდი ფაქტი მოხდა გრანზოლდეს რომ ხდება თქვენთან ადამიანთა შეხვედრა ესეთი გამაგრებული პატივია მე გახლავთ სახიობი კამონიშვილი და ძალიან არ ვიცი თუ ხომთელი რამე არ მეძინა მე ვუყურე ნამკა შოუს ვიცი თქვენი გეგმები ვიცი რაზეც ისაუბრებიქა და უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა დღევანდელ დღეს აი თქვენ ბრძანებთ რომ პოლიტიკაში ბრძანდებოდით პოლიტიკაში თქვენ რომ ბრძანდებოდით თქვენ იქიდან საქმეს აკეთებდით მე კამერმასოვდია ეს დაიყო აი სრული უდიდესი იყო და ეს ჩარდა ყველანაირად აი რა მოხდა დღევანდელ დღეს ქართულ კინოში რომ დავუშვათ მე სტუდენტი ვიყავს რომელსაც ვეკითხები მისაღებშია თუ მე როცა უკვე მოეწყობა რომ აი თუ იცნობს გიორგი სააკაძის გმირს ან რაგარი იყო ან რაღაც არ იცის ბავშვი აი რა მოხდა ბატონო ელდა რამ გატეხა ასე ქართული კინო ჩვენ ძალიან ცოტა თანხებით მე მახსოვს კომუნისტების დროს კეთდებოდა სპექტაკლებიც, კეთდებოდა ფილმებიც, იყო გადაღებები რაღაც პატარ-პატარა ნიუანსებში მეც მიიღია მონაწილეობა და ისეთი მიზერული თანხა იყო მაპატიეთ ამ ფრაზისთვის რომ გამოდიოდა ის შედევრები თუნდაც რა თქვენ შექმნით თქვენმა ოჯახმა ყველა იმ არმიამ ვისაც ქართული თეატრის მართლა კარგი რეჟისორები ერქვა და დღევანდელ დღეს როცა ასე ჭარბობს ვამბობთ სიღალტაკი მაგრამ ხედავთ ჩემს ირგვლივ ადამიანებს ძალიან ბლომად აქვს ის თანხა რასაც ქვია კარგი შემოსავალი კარგი მდგომარეობა კარგი პირობები კარგი ყველაფერი აი ქართულ კინოს რა ეშველება დღევანდელ დღეს მაგრამ გამიგზელდა ეს თემი გასახოთ რა თქმა უნდა ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველო ის ვერასოდეს კინოში ჩადებულ თანხებს ვერ ამოიღებს თუ საქართველოს პარკებში იქნება თუ ფილმი ისეთი იქნება რომელიც გავასაბამებთ მაშინ ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ ეს თანხა რომელიც დაიხარჯა ფილმზე ამიტომ ასეთ პატარა ქვეყნებში მე არ ვამბობ საქართველოს ამას მე ვიტყვი პატარა ქვეყნებში აი თქვა ფინეთში აკეთებენ 15 ხატრულ ფილმს და ძალიან ბევრ დოკუმენტალურ და ანიმაციურ ფილმს ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მიერ გავებულ სუბსიდიაზე ანუ ისეთ როდესაც უკან დაბრუნება არჩევდება რეჟისორს და იმან და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი ფილმები კეთდება. საუბედუროდ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცოტა საფინანსებს და წელიწადში შეიძლება 2 ფილმი, 1 ფილმი, მაქსიმუმ 3 ფილმი გაკეთდეს და როცა აკეთებს 3 ფილმს, იქ არ უნდა ელოდე რომ კარგი რაღაცა, თუმცა რაღაცეები და რაღაც ფილმები არის გაკეთებული კარგი. მაგალითად, „გაღმა ნაპირი“. ძალიან კარგი სურათი არის. „ქუჩის ბიჭები“, „სამი სახლი“. ეს კარგი ფილმებია და მათი რეჟისორები ალბათ გააგრძელებენ მუშაობას და აკეთებენ უფრო დახვეწავენ თავის ხელოვნებას, მაგრამ იმ შემთხვევაში იქნება ეს შესაძლებელი, თუ სახელმწიფო სუბსიდიას გახდეს. და რაც შეეხება ბიზნესმენებს, რომელსაც უნდა თქვა დახარჯო კულტურაში, ასეთი ბიზნესმენი ვიცი მარტო ივანიშვილი, მეტი არ არის, რომ კულტურაზე და კულტურის მუშაკებზე აბსოლუტურად უკან დაუბრუნებლად ხარჯავს ფულს. დანარჩენები არ აკეთებენ ამას და ამიტომ ძნელია რომ თქვა რომ ეს ყველაფერი კარგად იქნებოდა ასე შემდეგ. I want to make a quick resume of this Q&A. The question was asked, I'm an actress and I remember the times that we had no money, we had a shortage of money, but we were still working. What happened to Georgian cinema today? Why it's so stagnated? And the answer was that in small markets like Georgian market, it's really, really difficult to make a profit out of the movie. That's why it's important to have a governmental support. Unfortunately, in these days, we have a support from government to finance only 3-4 movies a year. But good movies are still done, so we have to continue working into this direction, and government must increase its support to modern cinema. And today I know just one business, as for the businessmen, private people, private
persons. I know only one businessman, Ivanishvili, who supports art without asking money back. Καλά το Twitter δεν θα γίνει εδώ, άρα, όχι. Γίσμεν μάτω. Δεν είναι καλά. Სადაც მომავალ. თქვით რომ მუნჯი კინო გინდათ რო გადაეცა. ხო არ ფიქრობთ რომ კინო ანუ ისე უბრუნდება იმ საწყის ეტაპს, საიდანაც დაიწყო არსება. რომ ძალიან რეჟისორები კიდე დაფიქრდნენ დღეს 21 საუკუნეში რომ გადაეგონ მუნჯი კინო და რატო საინტერესო. საერთოდ მუნჯი კინოს დამთავრება ძალიან კინო თარგმნა ძალიან დიდმა რეჟისორმა როგორც იყო ჩარლი ჩაპლინი. ის არის კონკრეტულ ხმა შემოსულიყო. ნუ მე მან გადაიღო მისე ესეთი ფილმი, რომელიც მე ფიქრობ რომ ვერ შექმნა. დანარჩენი მისი ფილმები არის აბსოლუტურად გენიალური ფილმები. იყო როგორც სცენარისტი, როგორც კომპოზიტორი, როგორც მხატვარი, როგორც მსახიობი. აი ამას ყველაფერს თვითონ აკეთებდა. ამიტომ ამბობს გენიალური რეჟისორი იყო. და ეხლა ხან გაჩნდა ესეთი სურვილი. რამდენიმე სურათი არის, რომელიც გააკეთეს მუნჯი კინოს მიბაძვით, ასე ვთქვათ რა. და მე რომ ნახე ისა ვიფიქრე რომ ჩვენ მუნჯი კინოს აქვს აბსოლუტურად შესანიშნავი ფილმი. ვინ არის დამნაშავე, შემდეგ ელისო, შემდეგ ჯანფი გურიაში, ჯიმ შუანტე, მეჩემი ბებია. ეს არის ძალიან კარგი სურათები. და ამიტომ აღება ესეთი სურვილი რომ უახლოეს ხანში გავაკეთო მუნჯი კინო. The question was asked that about his future project, silent movie. The lady asked, there is a tendency of returning to the origins of the cinema, and she asked Mr. Chandler to commend this tendency. And he said that she's absolutely right. Directors are returning to the origins, and in Georgia we have a great examples of silent movies like My Grandmother, Rebel in Guria, Eliso, and he thinks that silent movies are absolutely perfect, and even such a great directors like Charlie Chaplin were against of the sound, and his silent movies are even better than the movies with the sound. მე როცა ჩამოთვალე ფილმები, დამოიწყდა ჩემი ძმის ფილმი, გიორგის. განსაკუთრებით მე ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთი მუდმივი ფილმები არის მისი ალავერდობა, რა თქმა უნდა ფიროსმანი და ახალგაზრდა კომპოზიტორი გზაო. რომელსაც ფიროსმანს იღებდა ჩემი ძმა, ისე ჩადო თავისი გული სული ფიროსმანში, რომ გახდა ძალიან ცუდად. და გადაწერა ფილმის, მე მიკადნახა და მე გადავწერე ეს ფილმი, მაგრამ როდესაც აღდგა, მან თავიდან გადაწერა. და რომელსაც ამას თბილისში იყო ჩამოსული რედაქტორი კოკორევა, ესეთი მოსკოვის კინოკომიტეტის თავარი რედაქტორი. და მას აბსოლუტურად არ მოეწონა фиросмани. Თქვა რომ ეს რა ფილმია საერთოდ. Что это за фильм? Ну что такое? Что это за фильм? Нет ни начала, ни конца, ესეთი რაღაცა. მე რა ვთხარი რომ ესეთ რა გიორგი ავათარი მეთქი და მოდი მიიღეთ და მე დადეთაროთ ესე ვთხარი სპეციალურად. შემდეგ ეს ფილმი მოიპატიჟეს ამერიკაში, ჩიკაგოში. სადაც იყო საკმაოდ სერიოზული კონკურსი და ფიროსმანმა მიიღო პირველი ჯილდო. გიორგი ვიცით ცოტა ინგლისური და მადლობა უთხრა მათ და ესე მოხდა ეს ამბავი. ამ დროს რუსებმა დაიწუნეს. ხო, მე უკვე აღაეკნა. და ეხლა ისეთი როგორ გითხრათ, ეხლა ტელევიზიაში იცხოვენ ჩვენ ფილმებს, ფიროსმანს ნაკლებად იღებენ, იმიტომ რომ კომერციული საწყისი მას არ აქვს. ეს ელიტარული ფილმი არის, ღრმა ფილმი არის, აი როგორც ხემიგურის გამონათმაში მას აქვს ძალიან დიდი ნაწილი წყალში. When I was named the movies, I forgot about the movies of my brother. I want to mention Alavedova and the travels of the young composer, and Pirosmani as well. Pirosmani, when my brother was shooting Pirosmani, he
spent so much energy that he became sick, and I had to finish working on it. And it was presented to Chicago Film Festival, where it got a prize. And today they're on television, they're not showing it so frequently because it's not commercial. The main part of the movie is above the ocean, as I mentioned before. გიორგი როცა დაიწყო როგორც აქტიორმა მსახიობმა მონაწილეობა კინოში სოფიკო ჯავარიასთან ერთად არა ეს ჩვენი რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული და მე უკვე ოთარ ანდქრივი ის გახდა ძალიან პოპულარული და მე მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი იმით რომ ვიყავი ნატო ვაჩინაძე შვილი ეხლა გავხდი გიორგის შეგერა ძმა და ერთად მაშინაზე ჟიგული ყავდა და გამაჩერა მილიციონერმა და საბუთები მოთხოვა. მე მივეცი და ჩახედა და შენ გიორგის ვინა ხარ მეოთხე ძმა. წადი და მეორე ხარ და ვიოცესხი. ესე პარალელობა გამიწია შემაძლო. As a youngster, my brother was very famous, and I was always suffering from being a child of Nato Vachnadze. And I want to recall the case when police officer stopped me and looked at my ID, and he said, who are you? And I said, I'm Georgi's brother. And he said, okay, I'm going to release you for now, and then don't repeat the same mistake. მე და კიდე ერთი რაღაც გითხრათ რა ესეთი მომენტი რომ დედაჩემი იყო ძალიან ცნობილი მსახიობი თავის დროზე და ყველა აჩერებდა ელაპარაკებოდა ეარსებოდა ყვავილებს მიართმევდა ხოლმე და მე ძალიან მაღიზიანებდა უხოიც რაღაცა მაშინ ვიყავი 13-14 წლის მამაკაცის ჰქონდა რომ დედაჩემია და არა თქვენი ის რაღაც მსახიობი და ამიტომ დედას ვუთხარ რომ მე წინ წავალ 10 ნაბიჯი და შენ რა გინდა ის გელაპარაკო იმიტომ რომ მე ვიყავი სულიად ესე იგი თმა არ მქონდა იმიტომ რომ ომის დროს ეშინოდა რომ რაღაცა არ მოხდარიყო და პასავდა თმას და ორივე მქონდა ესე ძალიან კარგად ვიცოდი რომ მე ამაზე არა ვარ და მეფერი რომ რა კარგი ბავშვი ხარ და მე ამაზე ღიზიანდებოდა და გარკვეული მე როდესაც მე გადავწყვიტე რომ დავამთავრე სკოლა აქ რაღაც პარალელები არის რომ მამაჩემი რომელსაც კოლეას ეხოდა ისე ნიკოლო შეგელა ოფიციალურად მამაჩემი კოლე იყო ჩამოვიდა ქუთაისიდან სადაც დაამთავრა გიმნაზია იმ გიმნაზიაში თავის დროზე სწავლობდა ვლადიმერ მაიკოვსკი ძალიან მეგობრობდნენ მაიკოვსკიმ ძალიან კარგად იცოდა ქართული და ყოველთვის ასე თქვათ რაღაცა ურთიერთობა ჰქონდათ სიკვდილამდე და მამაჩემმა ჩააბარა ფიზიკურ მათემატიკურ კურსზე ხო და მე უკვე პოეზიამ რაღაცა მასში იზრაურა დაიწყო პოეტობა იყო მემარცხენეთა პოეტობა როგორც აი ლეფი ქვიოდა რუსეთში ჩვენთან მემარცხენეობა ქვიოდა და აი აქ რაღაცა კონტაქტი ქონდა მაიკოვსკიდან და კიდევ ძალიან კარგად თამაშობდა ბილიარდს და მაიკოვსკი და ერთმანეთში სულ ჩუბობდა როცა თამაშობდა ეს რა თქმა უნდა მე დედაჩემის მოყოლით ვიცი და თვითონ მე რა თქმა უნდა არ მახსოვს ესა და მე როცა გადავწყვიტე მე რომ ხო მე შევედი გიდროტექნიკურ ფაკულტეტზე გპ-ში როგორც მაშინ ამობდნენ და ნახევარ წელიწადი ვისწავლე და მე მიხდი რომ ეგ არ არის ჩემი საქმე ავიღე ეხლა ხო ის როცა აბიტურიენტი აბარებს მაშინ ყველა მისი დედმამა ყოველ შემთხვევაში ნათესავი ყველა მოდიან და ქომაგობენ მას მაშინ ეგრე არის ჩვენ თვითონ მივიდიოდით ჩვენ თვითონ ვაბარებდით და ასე მე ჩავაბარე აი ამ გიდროტექნიკურზე მაგრამ მე მივხვდი რომ ჩემი საქმე არ არის და დედას რომ ვთხარი ვიცი მე გამოვიტანე საბუთები ძალიან შეხვდა რა თქმა უნდა საერთოდ ბავშვობაში მე ცოტა ისეთი არეული ტიპი იყო ხო და მე მითხარ რომ იცი რა მაინც რომ მოდიო დოდო ალექსიძეს ვეთქვიო და დოდო იყო პროფესორი თეატრალურ ინსტიტუტში და შენ წადიო იქო და რაღაცა მისგან ისწავლე რომ ესე იგი დარწმუნდა რომ შენ სწორედ მიდიხარ თუ არა სწორედ
იმ პერიოდში ძალიან ცოტა სურათებს იღებდი, რომ სტალინმა თქვა ასეთი რაღაცა, რომ ლუჩი მეშე ნო хорошее кино. მაგრამ ცოტა ფილმებიდან არასოდეს კაი ფილმები არ გამოვიდა მაშინ, ის პერიოდი იყო ძალიან ცუდი. თუმცა საქართველოში გადაიღეს ძალიან კარგი ფილმი კედო და კუტე. აი ხა რომ დაიდგა მიუზიკლი, შედარება არ არის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. მე ის ფილმი მიყვარს, ის ფილმი გადიოდა იმ ფილმებს ჩვენ ბავშვობაში, ხმობაში უყურებდით 5-ჯერ, 10-ჯერ, შემდეგ ხმა მისი გამოდიოდა ქუჩაში და ხალხი იდგა და უსმენდა ფილმის სიმღერას და ასე შემდეგ. და ფიქში რომ დავიწყე ჩაბარება, დედაჩემი წამოუყვა მოსკოვში და მე ვთქვარი მას, რომ იცი რა დედა, შენ თუ გიში მოხდე, მე იმ წუთში მოხვალ, მე იმ წუთში წამოვარდა იქიდან. და დავიწყე ჩაბარება. მაგრამ ნუ არის ხო იცით ალფაბეტის თითქმის ბოლოში და რაღაცა რომ მივუახლოვდით ჩემ ასოს. ამ დროს ბიჭი მოვიდა აბიტურიენტი და ვიღნა ვიღაც ხალი არის რომ ის შენ გთხოვს. გავედი დედაჩემი იყო. მე ვთქვა დედა რა გინდა დავარებ მომას და არა შენ შიერი ხარო. და წამოდიო ცოტა ჭამეო და მე მოხვალ და ჩავაბარე რომ როგორც იქნება იქნება. და წამიყვანა ბელარუსკი ვაგზალ ასეთი ისა რა ქვია ის სადგური არის, იქ პატარა რაღაც რესტორანი იყო და კაფე, რაღაც საწმელი მოითხოვა და საერთოდ დედაჩემი კახელი ქალი იყო და ყოველთვის სადმეზე და ჩვენ ვასმევდა წითელ ღვინოს. ეგ იყო აუცილებელი და ამჯერად მან მოიტანა არხი, მე ძალიან გამიკვირდა, დედა სვავს არ აქვს ეს რაღაცა ჩემთვის გაუგებარი იყო. და მე მან მითხრა იცი რა, შენ რო დალიო, იმიტომ რომ შენ უფრო ძლიერად იქნები და ჩავარებ გიგში. მე დავლიე, მე რა თქმა უნდა დავშორდეთ მან და მართლა ისე მოხდა რომ ჩავაბარებ გიგში და კიდე ერთი რამე უნდა გითხრათ რომ დიდი შპარგალისტი ვიყავ მაშინ. ჩადებული რაღაცა. იყო ასეთი თემა, გორკი ისეც არის სისხლიანი. არავინ არ დაწერა, მე შპარგალისტი და როგორც ფოტო რა ისე გადავწერა, ზუსტად ყველაფერი გადავწერა. მეორე დღეს რომ მოვედი რომ გავიგო რა ნიშანი მან, ერთი რუსი ჩიოთა და მითხა, знаешь что? Какой-то грузин получил пятерки, а все мы, русские, украинцы и так далее, получили двойки, тройки, четверки. Мне распаундер Арутхар Лева, я говорю, ох, Господи Боже мой, как же так случилось? Михаил. Мне Чавабары, да, Салон, Илькевичи, за Скворцовис, Сахаровшишик, мне Даулабхада, Царян, Кая Дамьян, Дамьягубарс, Лёша Сахаров, Алексей Сахаров, მან ჩვენ ერთად გადავიღეთ ორი სურათი, კრიზისში გადავიღეთ ამბავი გაყინულ გულზე, ლეგენდა გაყინულ გულზე და მე მოსკოვში ზამთრის ზღაპარი. ზამთრის ზღაპარი იმ სურათში თითქმის არ მოგცეს ჩვენ ფული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტუდენტები ჯერ ვიყავი და ეს სადიპლომო ნამუშევარი იყო. მეორე ფილმი უკვე უნდა ყოფილიყო ნორმალური და მე ამოფინანსებდა. Фильме нахрен, которому Сапчо Моисона, это синяя птица, советская синяя птица, да, совершенно. Мне Агаракев, Сантарова Агаракев, Сацаевец фильме, да, Цотаханши директор, Бонсис Меунеборо, Аравию как отсакли, Армоисона. Мне вот хали, винна харвисю, ეხლა იცით რა მე ვფიქრობ, შეიძლება ამაგარაკის ვინც არის იმან კი არ ნახე, მისმა ცოლმა ან იმ ადამიანს რომელიც ალაგებს და იმას არ მოეწონა. და მოცეს ძალიან პატარა მე და ლეოშას მოცეს ძალიან პატარა ჰონორარი. იმ ჰონორარზე მე ვიყიდე ქოთანი. საბავშვო ქოთანი, იმიტომ რომ ამ დროს მე დამებადა პირველი შვილი, რომელსაც ნატო დავარქვი და ჩემი ასე თქვა საპატრიციო და ეს ქოთანი მოუტანე და ნუ ჩემმა მეუღლემ არა შეგელაია მაშინ ძალიან მოიწონა, იმიტომ საჭირო რა ნიფტი იყო. You have still foreigners in the house. I'm going to translate for them. He recalls about his parents and he says, my mother was a famous actress and I was irritated by the attention people were paying to her when I was passing the street. And I knew that my head was constantly shaved because of the war and I know that I was not handsome. And people were approaching and saying that you're so cute, while I was absolutely aware that I was not cute. And he said, no, he recalled about his father. His father's primary profession was a physician and math professional.
But then he got attracted by poetry, and he knew very well Mayakovsky, famous Russian poet, and they even played billiards together, snooker together. And he followed the steps of his father, and he passed his exams in technical university, but then he dropped out. And when he informed his mother, Nada Vashna, a famous actress, that he dropped it out, she was very angry and very upset, and recommended him to the theatrical university. And they together went to Moscow to Gerasimov geek to State University of Gerasimov of Moscow, and he wouldn't let anybody know that his mother was a famous actress. And in a short break, they went together to have a dinner, and he got a shot of vodka and then returned and passed the exam. That's how he became a film director. There was a quick resume. ეხლა თქვენ მოახერხეთ ფანტასტიკური სცენარი, ფანტასტიკური ფილმისთვის. მე რაღაცებით ამინახე. სერიოზული. შეიძლება დაიწყოს ვოდკა დიახაბრასი. ნუ ეს იქცევა. ანუ მართლა სერიოზული რაღაც მოგვაქვს. Your stories are like a movie script now. It's all in my head. Where we are now is a movie script as well. It's like a movie. ეხლა ციგნი იქნება დედაშემზე თავიდანვე დაწერა ასეთი პატარა ციგნი შეხვედრები და მოგონებები. და ეხლა არქივში ძალიან ბევრი მასალა არის, ძალიან ბევრი ფოტოებია, რომლებიც გამოყენებულად იყო და ამ ციგში იქნება ეს ყველაფერი ახლიდან გადმოცემული. დედაშემს უყვარდა ძალიან დღიური წერა და იქ ძალიან საინტერესო რაღაც ფაქტები არის, ძალიან საინტერესო აღწერები არის. აი ყველაფერი შეგროვდება და იქნება ფილმი ციგნი ალბომით, იმიტომ რომ ფოტოები იქნება და ამავე დროს ყველა ის მასალა, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ. There will be a book issued about my mother based on her memoirs and the diaries, and it will be really enriched with the photos. Really rare photos it will be. I hope that it's going to be interesting. მე ინტერესებს ექცევა თუ არა ყურადღება ფილმების რესტავრირებას, ძველი ფილმების, ქართული ფილმების, იმიტომ რომ ნაკლებად არის ჩემი აზრით ცხოველებისთვის ცნობილი ეს ფილმები და ან ინგლისურ ენაზე დუბლირებას, იმიტომ რომ ხშირად რუსულ ენაზე შესაძლებელია ამ ფილმების შოვნა და ინგლისურად სუბტიტრებითაც იყოს ძალიან რთულია. იშვიათად ხდება ხოლმე მაგალითად ქართული ფილმები, საუკეთესო ფილმების სიაში რეჟისორების მიერ, იმიტომ რომ ალბათ არ აქვთ ნანახი და არ მიუწვდება. თუ აქცევენ ამას ყურადღებას, ან თქვენ თუ აპირებთ ფილმები ინგლისურად არ აქვთ. I'm interested if the old Georgian movies are restored because restored, yes. If they are being restored, the old movies, or translated into English, because they are now reachable just for the Russian audience and people who know Russian. So if the work in this direction is still continued, restoring the old movies. მე ესეთ პასუხი მოგწევდი. რა თქმა უნდა, მუჟი კინოს როგორ მე ვთქვი, ქართულ კინოში ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები შეიქმნა. მაგრამ ფართო მაყურებლებს არ აინტერესებს. იმიტომ რომ გადის ამერიკული ფილმები, ბლოკბასტერები და ასე შემდეგ და მაყურებელი ამით არ დაინტერესებული. და ეს ფილმები არის ელიტარული. ამიტომაც ის უნდა შეიძლება პატარა ძალიან კინოთეატრის პატარა დარბაზში იყოს ნაშრომები იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ისტორიით. მე უნდა გითხრათ, რომ ეხლა იყო კონკურსი ფილმებს შორის. იქ არ იყო მუჟი ფილმები, იყო ხმოვანი ფილმები და ელისო დაასახელეს, ესე იგი პირველად დაასახელეს. აი რაღაცა ძორა მოხდა. ძორა რაღაცნაირი მოხდა. და მე ისე ვამბობ, რომ ალბათ ტელევიზორში უნდა იყოს სპეციალური გადაცემა მისთვის, რომელსაც კინოცოდნე სადაც რაღაცას ახსნის და ისე ნელ-ნელა გააცნობიერებენ. ელზა რიაზანოვს მიყავდა მირიკინო ეგეთი გადაცემა იყო.
გააჩვენა ჩაპლინის სურათი, სადაც ჩაპლინი პატარა სურათი, სადაც ჩაპლინი არის რეკვიზიტორი. მოედანია გადასაღები და ორი სურათი არის. ერთი შუა საუკუნეების, ერთი დღევანდელი. Ну, რა თქმა უნდა, ჩაპლინმა ყველაფერი აურია იქ მისმა გინელმა, აურია ყველაფერი და რაღაცა უბედურება მოხდა იქ. და ელდარმა გითხარ, რომ მე მივიღე ორი წელი. ერთი მეუბნება, რომ я вас прошу, ну, русского, რა თქმა უნდა. Я вас прошу еще раз покажите, потому что я так смеялся, что я пропустил все. А Миори зачем пропагандировать такого идиота, который ничего не может сделать, и все вообще у него круговая какая-то. А если ты новостная рисера, вот этого, да, сачиру али, мужики, ну, старен середули пропаганда. А вадорли да, такие хаваш. На мужики, ну, аксенетро, или я там и бадал. Может, перевод? I agree that we have brilliant silent movies, but unfortunately they're not interested for the vast audience, for the general market. They're interesting for cinephiles and exclusive moviegoers. That's why I think that there should be on TV special TV shows dedicated to these works. And I remember the case when Eldar Razanov was making a program about a movie, and he showed a rare movie where Charlie Chaplin was in a role of technical worker, and of course on the movie set, and of course he created a big mess, and he had this movie had ambiguous reactions from audience. For example, he got 2 letters. One letter was saying, "Could you please repeat this movie because I was laughing so hard I couldn't stop." And another reaction in the letter was absolutely different from the previous one. The woman was saying, "Could you please not repeat it? I didn't like it at all." Mujikino ახსენეთ და საერთოდ კინო მუჯი უნდა იყოს, იმიტომ რომ სურათი უნდა გადაგებინოს თავისი საქმელი, რა თქმა უნდა. რა მინდა იცით, საკითხვა დაგისვათ. დღევანდელ თანამედროვე რეჟისორები იყენებენ სტილისტურად ის ძველი მუნჯური კინო გაქვს ჩაფიქრებული თუ ფილმი, რომელშიც სიტყვა არ არის ნახმარი. მაგრამ დღევანდელი ფერები, დღევანდელი კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პერსონაჟი იქ საერთოდ არ არის სიტყვა ნახმარი და მუნჯურად შეიძლება ჩაფიქრებული და მე არ ჩაფიქრებული გვაქვს ისე რომ ეს რა თქმა უნდა თანამედროვე იქნება სიუჟეტი რა თქმა უნდა. მაგრამ ხერხები რა თქმა უნდა მუსიკის გამოიყენება. ანუ ხმა არ იქნება წარწერები. ჩვენ კი დავაგებთ ტაპიოლის მუსიკას, მაგრამ ყველა შემთხვევაში იმით გამორთვა შეიძლება და თქვათ დააჯინო ეს ტაპიოლი იმან დაუკრას პიანინოზე. ან და საერთოდ მუსიკოთ იყოს. ეს უკვე გამშვებზე არის დამოკიდებული. You mentioned that your future plan was to make a silent movie. Do you mean this old-fashioned silent movie or modern script with no sound? This was the question. And the answer was, the script is modern, the screenwriter is Tato Torashvili, the set is the modern times, and there just won't be sound. And the movie even can be accompanied externally on the piano while it's going on. По-русски скажу. Мой вопрос, что можно сделать, чтобы началось движение в грузинском кино. Большую работу делает, конечно, фестиваль ДИАФ. Меня волновало это, например, спросил Карлоса Регадаса, мексиканский замечательный режиссер, получал призы в Каннах. Что случилось, что такое движение в мексиканском кино, такие хорошие фильмы делают, неожиданно. То самое вчера спросил Джейлан. И они все отвечают, что просто есть деньги. Что есть программа государства, киноинститут. Я думаю, что должна быть атмосфера давления. Например, в Советском Союзе был враг прямо и в скобках для грузинского кино, для грузинов. И шедевры состоялись, хотя было очень тяжело делать. Просто это грех, что так талантливые режиссеры грузинские, мастеры стали, один тут сидит, молодые, среднего поколения, не делают фильмов. Я думаю, что просто надо борьбу делать. Если будет атмосфера давления, то и могут деньги появиться.
Что сделать, чтобы это, как говорится в Америке латинской, каждый латиноамериканец поэт, каждый грузин киношник или фотограф. А не можно руки опускать, но нет денег, нет денег. Но некоторые просто, находя деньги на Западе, делают фильмы, которые имеют мировой успех. А это, по-моему, слишком мало, хотя, конечно, народ очень малый, но очень креативный, очень талантливый. И это грех, что просто эти люди не делают фильмов. Что сделать? Ну, что я могу вам сказать? Я уже говорил, что такая странная такая ситуация. При Советском Союзе была цензура, но деньги были. Мы как-то старались цензуру обойти и сделать такой фильм, который был бы интересен. Нам не нужно было заработать деньги как таковые, потому что мы не заработали бы эти деньги. Сейчас есть такой момент, что деньги начинают иметь какое-то первостепенное значение. И искусство как-то отходит. Пока кинорежиссеры или, так сказать, театральные режиссеры и тому подобное, пока они не захотят делать не свои спектакли, фильмы и так далее, не за денег, а за качество, до тех пор ничего не получится. И кроме этого, надо субсидию увеличить. Очень маленькая субсидия. И сегодня в Грузии делается, я уже говорил, 2 или 3 картины, а надо, чтобы делалось 10, по крайней мере. И тогда оттуда будет какой-то, как говорится, рыбаки, улов будет хороший. Вот так я ответил вам. Да, это правильный ответ, потому что этот ответ, что есть деньги в Турции или в Мексике, это дурацкий ответ. Там есть атмосфера, давление, они дурацкие. Ну, конечно, все тоже сериалы дурацкие смотрят и так дальше, но есть люди, которые хотят артистические, хорошие кино смотреть в мире, узнать, что там в Турции такого есть, что там в Мексике. И всем интересно о Грузии тоже узнать. The question was asked, what can we do to make Georgian cinematography to start going to act? Because in Soviet times, there were so many restrictions, but there were Georgian directors who were still making masterpieces. Is it just lack of money or maybe lack of enthusiasm? And the answer was, Mr. Shangalaya said, I already mentioned that in Soviet times there were restrictions, but there was still money. The director was not obliged to seek for resources himself or herself. And now money became more important than art. And the situation can be recovered when people the artists will start to make art just for the sake of art, not for the sake of money. And maybe in this case, Georgian movies and Georgian cinematography will return to its cradle and start to revive. Сейчас нецензуры не делят, так что... დაფოთოვაში ძალიან საინტერესო მწერალი არის და მე საკითხული მაქვს მოთხოვილი ნოველები და ამის მიხედვით მე თვითონ შევთავაზე რომ იმას მოეწონა ეს იდეა და იწყება მუშაობა. The question was how started the cooperation between you and Tante Torashvili, the screenwriter of the future silent movie. And Mr. Shangalaya says that he always admired his works and he read one of them and he offered this kind of work to him and they will start working shortly. მე დიდი ხანია ვარ თავმჯდომარე, ეხლა გადაწყვეტილი ვარ რომ მე გადავზიარებ, იმიტომ რომ ყველაფერს არის დაწყება დასასრული. იქნება ხელობა ოქტომბერში და მე თავმჯდომარის პოსტიდან გადავდგები. მაგრამ მე უნდა თქვა რომ თვითონ კინემატოგრაფთა კავშირი აერთიანებს
ყველასთვარ დიდ ნაწილს ქართული კინემატოგრაფისტა. და ბევრი კარგი საზოგადო საქმე გააკეთა ბავშვებმა. მაგალითად, ეროვნული კინოცენტრი არის მისი ინიციატივა წამოვიდა ბავშვებიდან. ჩვენ გქონდა ოთარ იოსელიანის მეშვეობით, გქონდა საფრანგეთის კინოცენტრთან, ეროვნულ კინოცენტრთან, რომელსაც CNC-ქვია, ურთიერთობა. შემდეგ ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, კონფერენცია ჰქონდა და ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია. თუმცა ნაწილი კინემატოგრაფისტების იყო ამის წინააღმდეგი. მაგრამ მე ეს საკითხი გადავიდა პარლამენტში და დამტკიცა კანონის მეშვეობით. დღეს კინოცენტრი არსებობს, ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ მაქსიმალურად გააკეთოს სიკეთე ქართული კინოსთვის, მაგრამ როგორც ვთქვი, სუბსიდია ძალიან მცირეა. როდესაც იქნება დიდი სუბსიდია, მაშინ ჩვენ უნდა ველოდეთ ქართული კინოს აღზევებას, ისე როგორც იყო საბჭოთა კავშირში. და მე ერთ რამე უნდა თქვა, დაამდენი უცხოვრობა, მაგრამ 60-იანი წლების, 70-იანი, 90-იანი წლები და ადრეც კი 50-იანი წლები იყო ქართული კინოს რენესანსი. კინოს კი არა, ხელოვნების რენესანსი, ასე ვთქვა. იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლები, როგორც თორადადმური, ჩხეიძის დადმური, თემურ ჩხეიძის დადმური, ისეთი დიდი მსახიობი, როგორც რამაზ შუბაძე, თამაშობდნენ ეროსი მანჯალაძე, კახი კავსაძე და სხვები და ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლები და ხალხი მრავალჯერ დაბიოდა. როდესაც დადგეს თედო და კოტე, ის საერთოდ არ ჩამოდიოდა სცენებზე და როდესაც დადიოდნენ პროვინციებში, ხანუმა, ბოდიში ხანუმა, იყო რაღაც არაჩვეულებრივი მიღება და ხალხი ვეროდა სიმღერებს. მე ისეთ იმპროვიზაცია ჰქონდა მსახიობის ძალიან დიდი. რამაც დღეს ასე ითამაშებდა ხვალ მეორედ და ხვალ მესამედ. ამიტომ ყოველი მისი გამოსვლა შეიძლება დასწრებოდა, იმიტომ რომ ის ასე თამაშობდა, მე ისე და ძალიან დიდი ის ჰქონდა ფანტაზია. The question was asked, you are head of Society of Georgian Cinematographers, maybe you will comment about the current work of this society and future plans. And Mr. Shangalaya answered that nowadays I've decided to resign from this post because everything has its beginning, it should have its end. And but doing its work, the Society of Georgian Cinematographers has done many good works. For example, created National Movie Center, which does main financing of movies which are released currently. So the work was done, but Mr. Shangalaya shortly plans to resign from the post. ეხლა ამჟამად რაღაცა გეგმებზე ლაპარაკი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ჩემ ძმას აქვს რთული მომენტი, რაღაც ფეხთან დაკავშირებით და უნდა გაკეთდეს ოპერაცია. აი ამის მერე ალბათ გიორგი რაღაცას გააკეთებს. The question was asked about the plans of his brother Georgi Shangalaya, and Mr. Shangalaya said, "Now it's really hard to talk about future plans because my brother has health problems, and when it's eliminated, we can talk about his future plans." После вашего ухода, если вы уйдете, Дом кино, надеюсь, не закроется, да, в Тбилиси? Нет, Ванесси закроется, просто будет выбран новый председатель. Ага, но это очень продолжится. Да, конечно. Да, это прекрасно. Да, обязательно, конечно. Даже наоборот, там будет сделан ремонт. Да. Это после выборов нам обещают это. И там будет 4 зала. Прекрасно. Да. И вот там как раз мы один зал назовем Элисо, этот зал, так во всяком случае мы хотели. Потом посмотрим, как решит новый председатель. Где будут показываться вот эти, так сказать, немые фильмы. Ну, не всегда, но какой-то период будет показываться. У нас сейчас в Доме кино есть маленький зал, и мы билеты продаем за 1 лари. Да, это я знаю. Я туда хожу каждый день, когда я здесь. Да, и вот там, по-моему, нормальный фильм показывают. Да, очень даже. Да, хороший. The question was asked after you're going to leave the Society of Georgian Cinematographers.
house of the cinema won't be closed or not. And he said, no, there will be another head in the society, and the house of the cinema will be reconstructed. We're going to have 4 showing rooms, and in one of them we're going to show just exclusively silent movies. It will be dedicated to, especially to these old movies, which are restored. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ყველას და მოდიში რომ გაგვიზარდეთ ეს ყველაფერი. მე თასიკეთე მოგწე და ბედნიერება. Thank you all for coming and God bless you.